და მოდი პირდაპირ დავიწყებ. მაინტერესებს უშუალოდ ჯანსაღი კვება რას ნიშნავს და რამდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის ეს ჯანსაღი კვების ნაწილი. დიახ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ძალიან სასიამოვნოა, ჩემი აქ ყოფნაც. ჯანსაღი კვება თავისთავად მოიცავს რაღაც გარკვეულ პრინციპებს. შემდგომში უკვე რა თქმა უნდა ინდივიდუალიზაცია მიმდინარეობს იმის მიხედვით, როგორი ადამიანის ცხოვრების წესი, რამდენად ფიზიკურად აქტიური არ არის აქტიური, ასევე როგორი არის მისი ქრონიკული პათოლოგიების არსებობა, თქვა გულსჯართა სისტემა, აწუხებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი თუ რა, იმის მიხედვით შემდგომ რა თქმა უნდა ინდივიდუალიზაცია ხდება. მაგრამ მთავარი პრინციპები რა არის, რომ ეს არის ჯერადობა კვების დაბალანსებულად, საათობრივად, დაახლოებით 3-4 საათში ერთხელ დღის განმავლობაში რაციონი რო იყოს გადანაწილებული, წყლის ადეკვატური მიღება, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ბალანსის დალაგება, სადაც აუცილებლად ცილები არ უნდა გამოგვჩის, იმიტომ ხშირად არის ხოლმე არასწორ დიეტებზე როცა იმყოფებიან ხოლმე, არასწორად დაბალანსებენ, ხან ცხიმია ზედმეტი, ხან ცილაა ნაკლები, ან ნახშირწყალს არასწორად იღებენ და ამის შედეგად მე ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. წყალთან ერთად აუცილებლად მნიშვნელოვანია, როდის ვიღებ წყალს. პირველ რიგში კვებასთან არ უნდა იყოს ასოცირებული წყლის მიღება, რადგან ეს კუჭის მჟავიანობის შესუსტებას იწვევს და მონელების პროცესები შესაბამისად შეიძლება დაქვეითდეს საკვები პროდუქტების. ამას გარდა, რაც მნიშვნელოვანია, რომ დღის პირველ ნახევარში უნდა იყოს რაც შეიძლება ნოყიერი კვება, სადაც მოდის დაახლოებით 70-80% საკვები პროდუქტების და იმ საყუათო ნივთიერებებს, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ვიტამინები, მინერალები და ასე შემდგომ და დღის მეორე ნახევარში შეიძლება ნაკლები უნდა იყოს. ასევე კვების საათებს რაც შეეხება, როგორც ვთქვით, 3-4 საათში ერთხელ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაწოლამდე დაახლოებით 3-4 საათი და ადრე დასრულდეს კვება და ასევე ღამის პერიოდში არაა დიდად